სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, უფალი ასე ამბობს, რომ ვისაც უნდაო, რომ გამომყვესო, უარყოსო თავი თვისიო, აიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მეო. რა სარგებელი ექნებაო კაცო თუ მთელ სოფელს შეიძენსო და თავის სულს დაკარგავს, წარიწყმეთს. აი ყველაფერიც რომ მისი იყოს, მაგრამ სულს დაკარგავს. და ვინცო საკუთარ სულს გაწირავსო ჩემთვისო, გინდა სახარებისთვისო, ის მოიპოვებს მას. შემდეგ ამბობს, ვისაც შერწყებაო ჩემიო და ჩემი სიტყვებისაო, ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაშიო, მაშინ ისიც შერწყენილი იქნება, როდესაც უფალი დაბრუნდება. ანუ აი ზოგჯერ არის ხოლმე, რომ შეიძლება ადამიანს სადღაც შერწყეს იმის თქმისა, რომ ის მორწმუნეა. შეიძლება სადღაც ადამიანს შერწყეს იმის თქმის, რომ ის მარხულობს, რომ ის პატიოსნად მოიქცევა ამ შემთხვევაში, რომ ის სიწმინდით მოიქცევა ამ შემთხვევაში, რომ ის აპატიებს დაუშვათ. ზოგჯერ ამას შეიძლება ვიღაცა სისუსტეთ უთვლიდეს. ადამიანი რო ადამიანს პატიობს, ფიქრობენ, რომ ეს სისუსტეა მისთვის. რატომ შურს არ იძიებს, რატომ პატიობს? თუ შიშის გამო პატიობს, ეს სხვა არის, მაგრამ თუ სულგრძელია და ამიტომ პატიობს, ეს ღირსება ადამიანის. და თუ ადამიანს შერწყა მაგალითად, აი ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ მაგალითად აი სამსახურში არიან ვიღაცები და იქ ერთ-ერთი მორწმუნეა და სხვები თუ რაღაცას იპარავენ და სახში მიაქვთ, ეს არ იღებს და არ მიაქვს. ამას ძეუბნებიან, შენ აიღე, რატო არ აკეთებ, ვინ დაგინახავს. მაგრამ ამ ადამიანს არ უნდა შერწყეს, რომ იმიტომ არ აიღებს, რომ ღვთისმცნება არის ესეთი. რომ ღმერთმა თქვა, რომ არა იპარო, არა იმრუშო, არ მოკლა და ასე შემდეგ. და ჩვენ როდესაც განკითხვის დღე დაგვიდგება, სწორედ ღვთისმცნებებით მოხდება ჩვენი განკითხვა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, არა ადამიანების შეხედულებით, რომ ის ამას ფიქრობდა, იმას ის წარმოდგენა ჰქონდა და სხვა, არამედ იმის მიხედვით, ჩვენ რამდენად ვიყავით მორჩინი ღვთისა, რამდენად ვიყავით მორჩინი ღვთისნებისა და რამდენად არ გვცხვენოდა ამის აღიარება ადამიანებთან. იმისთვის, რომ ეს დაედასტურებინათ, რომ მორწმუნეები იყვნენ, ადამიანები ეწირებოდნენ ამას, ეწირებოდნენ. აი მოწამეობა რას ქვია? მოწამეობა საიდან მოდის ეს სიტყვა? დამოწმებიდან მოდის. დამოწმება, რომ ესათო ის მორწმუნე დაამოწმებდა, რომ ქრისტეს მოძღვრება არის ჭეშმარიტება და დაამოწმებდა თავისი სისხლის ფასათაც კი. შეიძლება ამ დამოწმებას მისი ტანჯვა მოყოლოდა. და თვითონ მოწამეობა დღეს ახლა ტანჯვას უკავშირდება, აი ჩვენ რომ მოწამეს რო ვიტყვით, ვიღაცა ეწამა, ნიშნავს, რომ იტანჯა. თუმცა თვითონ ეს სიტყვა მოწამეობა ნიშნავს დამოწმებას, მაგრამ ამ ადამიანმა იცოდა რა, რომ ამისთვის ტანჯვა მოელოდა, მაინც დაამოწმა. მაინც არაფრად არ დაგიდევდა იმას, რომ თუნდაც ეწამებინათ. აი თუნდაც დაეტანჯათ. და მერე მოეკლათ კიდეც. მაგრამ იმდენად სწამდა უფლისა და იმდენად გაურბოდა ღალატს ქრისტეს, რომ აი ესეც კი ღალატად მიაჩნდა, რომ ეთქვა, რომ ხო ყოფილა ხოლმე ზოგჯერ ეუბნეოდა, რომ აი თუნდაც შუშანი მაპატიერ ქეთევან დედოფალს ეუბნეოდა უნდილაძე, რომ ქართველი გათათრებული უნდილაძე, რომ შენ აღიარეო, რომ უარყოფო ქრისტეს. უარყავიო გარეგნულად ქრისტე, მაგრამ გულში გწამდეს. მაგრამ ქეთევან დედოფალი ამას არ აკეთებდა. იმიტომ რომ აი ნახეთ უფალი რას ამბობს.
ვისაც შერწყოსო ჩემიო და ჩემი სიტყვებისა და ის პირითაც აღიარებდა, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენ გულით კი გვწამსო, მაგრამ პირით ვაღიარებთ საცხოვნებლად. გულში რაც გწამს, იმას თუ პირით ვერ აღიარებ, რაღაცა ადამიანური რაღაცეების გამო, ეგ უკვე წარწმედა. ეგ უკვე ძალიან დიდ სინანულს მოითხოვს, ასე. აი როგორც იყო ხოლმე მაგალითად კომუნისტების დროს იყო, რომ ვიღაცა ჯარს მალავდა ცხენოდა ამის გამოჩენისა, ვიღაცა მალავდა რომ მორწმუნე იყო. აი ესე დღეს ახლა აი ამ უზნეობის ზეიმის დროს, როდესაც უზნეობა ზეიმობს, ადამიანს არ უნდა შერწყოს, რომ ის ნეუბრიოდ და სიწმინდით ცხოვრობს იმის გამო, რომ ღვთისმცნება არის ესეთი. იმის გამო, რომ ქრისტეს მორწმუნეა. იმის გამო, რომ სულის ცხონებას მოელის. აი ესეთი რაღაცეები თუ შერწყვა ადამიანს, ის ადამიანი შეცხვენილი იქნება მარადიულად. ამიტომ აი ჩვენს და ყველა მორწმუნესაც ღმერთმა ძალა მოგვანიჭოს, რომ სადაც საჭიროა პირითაც ვაღიაროთ ის, რაც გულში გვწამს. და იმისათვის, რომ ჯერ გულში გვწამდეს, ამას შრომა ჭირდება. უშრომლად არც ერთ რწმენა არ მოდის. ამასაც რწმენა ჭირდება. ამასაც შრომა ჭირდება, რომ რწმენა გაძლიერდეს ჩვენში. ადამიანი თუ თავის რწმენას კვებავს, ეს რწმენა გაძლიერდება. როგორც აი ცეცხლს თუ შეშას შეუმატებ, ის ცეცხლი გაძლიერდება. თუ მოაკლებ, ის ჩაქრება. და ჩვენ რწმენას აძლიერებს იგივე წმინდა მამათა ცხოვრების კითხვა, სახარების კითხვა, ლოცვა აძლიერებს რწმენას, მარხვა აძლიერებს რწმენას. ხშირად უნდა ეზიაროს ადამიანი, ხშირად ახსარება უნდა თქვას და ამითი ადამიანის რწმენა იქნება ძლიერი და რაც შიგნით არის რწმენა, იმას მერე გარეგნულადაც გამოიტანს და ადამიანი აღიარებს და დაამოწმებს, რომ ის არის ქრისტეს ერთგული მხედარი. ეს არის ჩვენი გადარჩენა, ესე იგი და ღმერთმა არც ერთს არ მოგვაკლოს ეს რწმენა და ეს სიმამაცე ჩვენი რწმენის აღიარებისას. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გავყოფოთ.